მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე და გიბრუნდებით დაკარგული დიდებული მესხეთის ახალი სერიით, სადაც თქვენ იხილავთ ამავე მიწაზე არსებულ კლდეში ნაკვეთ ქვაბულებს და ქვაბებს, რომელიც რა თქმა უნდა გამოიყენებოდა ამ ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული სასულიერო ცხოვრებისათვის. დანარჩენი კი დეტალურად რა თქმა უნდა უშუალოდ სიუჟეტიდან. წავედით. საქართველოს ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი, ანუ მესხეთი, მისი შემადგენელი გეოლოგიური ქანებიდან გამომდინარე, ადრეული საუკუნეებიდანვე ხელსაყრელ პირობებს იძლეოდა აქ მაცხოვრებელ ქართველთათვის. ისეთ კომპლექსთა შენების საქმეში, როგორცაც წარმოადგენენ კლდეში ბუნებრივად წარმოქმნილ და ამასთან ერთად ხელოვნურად ნაკვეთ ქვაბების, ანუ ქვაბულების ერთობლიობა. დღევანდელ სიუჟეტში სწორედ ასეთი ტიპის ნაგებობებზე მექნება საუბარი, რომელთა აგებულებისა და სტრუქტურის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად გიჩვენებთ ბევრისთვის ნაცნობ, თავკვეთულად წოდებულ კლდეში ნაკვეთ დარბაზული სტილის ტაძარს და ასეთივე სახის საწუყენ ამონასტრალს, რომლის სახელწოდებაც ჩვენამდე მესხეთის დამყრობ ოსმალთა ენიდან წარმოქმნილი სიტყვების ერთობით მოვიდა და გამოითქმის როგორც დონღუს დარა. ორივე შემთხვევაში კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა შესახებ ისტორიული ბიბლიოგრაფია შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მოიპოვება. მაგრამ როგორც ერთთან, ისე მეორე კომპლექსთან დაკავშირებულნი არიან საკმაოდ საინტერესო ქართველი მოღვაწენი, რომლებზეც სიუჟეტის მიმდინარეობისას ეტაპობრივად ვისაუბრებ. მანამდე კი განვიხილოთ თუ რა იყო თავდაპირველი დანიშნულება მსგავსი ქვაბულებისა ფეოდალურ საქართველოში. მათი ფესვები ადრეული პერიოდის ქრისტიანული ცხოვრებიდან მომდინარეობს, კერძოდ კი იმ დროიდან, როდესაც კერპთაყვანისმცემლობიდან საზოგადოების წარმომადგენელნი ერთმანეთის მიყოლებით იწყებენ ქრისტიანულ მრწამსზე გადასვლას, ხოლო სხვადასხვა სამეფოთა და იმპერიათა ხელისუფალნი კი დაჟინებით ახორციელებენ მათი დევნის პროცესებს. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, პირველი ტალღის ქრისტეს მიმდევარნი თავს აფარებენ ისეთ უდაბურ ადგილებს, სადაც მათ მტარვალთა ხელი ნაკლებად მიწვდება. და ასეთ სამყოფელთა შორის ერთ-ერთია კლდოვანი რელიეფის მქონე მთის ფერდებზე არსებული ქვაბულები. შემდეგი ეპოქებისათვის, როდესაც ქრისტიანობა უკვე მასიურად ვრცელდება იმპერიათა შემავალ ტერიტორიებზე, მსგავსი ქვაბულები გამოიყენება იმ ასკეტური ფორმის მქონე ცხოვრებისათვის, რასაც ჩვენ სარწმუნოებაში სასულიერო მოღვაწეთა განცალკევებით განდგომილის სახით ყოფნა წარმოადგენს. კიდევ საუკუნეთა მიჯნაზე ასეთ ადგილებზე ყალიბდება მონასტრები, რომელნიც საერთიანებს აქ მაცხოვრებელ მამებს, მათ გააჩნიათ სამონასტრო ტიპიკონი, ანუ წესდება და ჰყავთ წინამძღვარი. ხოლო საბოლოო დანიშნულება, რაც ქვაბულთა ერთობას ემატება, გახლავთ ეგრეთ წოდებული სახიზნარის, იგივე სახიზარის ფუნქცია. ეს უკანასკნელი, როგორც მოვლენა, უფრო ზუსტად რომ განგიმარტოთ, გახლავთ ამ ქვაბებში სასულიერო მოღვაწეთა მიერ იმ მშვიდობიანი საერო ცხოვრებით დაკავებულ ადამიანთა შეფარება, რომელთაც ემუქრებოდათ საშიშროება ქვეყანაში შემოჭრილ დამყრობთა მხრიდან. ასევე სახიზარ ქვაბულებში ადამიანების გარდა მომხდური მტრისგან მალავდნენ იმ ძვირფასეულობას და ქრისტიანულ სიწმინდეებს, რომელნიც ამ კომპლექსის სიახლოვეს იმყოფებოდა. ახლა თქვენ კადრში ხედავთ იმ ვიწრო შესასვლელს და ამავდროულად იოანე ნათლისმცემლის სახელზე ნაკურთხ კლდეში ამოჭრილ ტაძარში მოსახვედ ერთადერთ გზას. თუ მის მცირე მასშტაბს დავაკვირდებით, ადვილი მისახვედრია ისიც, რომ ეს გამიზნულად არის გაკეთებული. რამე თუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ქვაბულებს მოადგებოდა მტრის ლაშქარი და როგორი მეომრის სიმრავლითაც არ უნდა ყოფილიყო იგი აღსავსე, მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენდა მათი მხრიდან სალოცავში შეღწევა და მასში მყოფ ადამიანთა ხელში ჩაგდება. ასეთი დაგეგმარების წყალობით სამლოცველო შიდა სივრციდან სრულიად თავისუფლად რამოდენიმე ადამიანსაც კი შეეძლებოდა მოიგერიებინა ქვაბულთან მომდგარი ასობით მეომარი. მართებულია იმის ფიქრიც, რომ ამოსასვლელის სიახლოვეს არსებული ქვაც, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად გართულდებოდა სიტუაცია, გამოყენებული იქნებოდა მთლიანად ასასვლელისთვის განკუთვნილი ჭრილის ჩასაკეტად. როგორც უკვე სერიის მიმდინარეობისას აღვნიშნე, ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელზეა ნაკურთხი, ხოლო ამ ადგილს მოიხსენიებენ ასევე თავკვეთულას სახელითაც. ზუსტი ისტორიული ჩანაწერები არ არსებობს, მაგრამ არის თქმულება, რომ ამ მიდამოებში მაჰმადის რჯულზე მდგომი ოსმალები ქრისტიან მესხებს, რომლებიც მტკიცედ იდგნენ მათ სარწმუნოებაზე, თავის მოკვეთით სჯიდნენ და შესაბამისად სახელწოდება თავკვეთულაც აქედან მომდინარეობს. ამ კონკრეტული ქვაბულების აღმოჩენას უნდა ვუმადლოდეთ ადამიანს, რომელიც ამავე მხარის მიწის შვილი იყო. გახლდათ მესხეთისა და სრულიად საქართველოსთვის ბევრი კარგი საქმის გამკეთებელი, ბაგრატ დევნოსაძე, იგივე ბაგრატა პაპა. სწორედ რამოდენიმე ათეული წლის წინათ პაპა ბაგრატი იყო ის პირველი ადამიანი უახლოესი წარსულის ფარგლებში, ვინც ეს კლდეში ნაკვეთი დარბაზული ტაძარი აღმოაჩინა.
მის შემდგომ აქაურობას ეწვია რუის ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი, რომელიც მრევლთან ერთად რამოდენიმე წლის განმავლობაში ყოველ 11 სექტემბერს სტუმრობდა სალოცავს. 11 სექტემბერი ეს გახლავთ იოანე ნათლისმცემლის ამქვეყნიური ცხოვრებისაგან აღსრულების დღე, რომელიც განხორციელებულ იქნა გალილეის მბრძანებლის ჰეროდე ანტიპას მიერ, რაც გამოიხატება იოანესთვის თავის მოკვეთით. ზემოთხსენებულ თარიღში მომლოცველთა მიერ კლდეში ნაკვეთი ეკლესიის მოსალოცად მოსვლა ტრადიციად ჩამოყალიბდა და უკვე წლებია მომლოცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა სტუმრობს მას. მახსოვს პირველად 2009 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეც გახდით მოსალოცად მოსული. მაგრამ განსხვავებით დღევანდელი დღისგან, როდესაც ამ წმინდა ადგილამდე მტკვარზე გადადებული ხიდით თავისუფლად გადავდივარ, მაშინ მეც ისევე როგორც აქ მყოფი სხვა ათასობით ადამიანი ფეხით ვარ გადასული მდინარეზე. სწორედ აქ მოვისმინე პირველად, რომ ყოველ 11 სექტემბერს მტკვრის დონე იმდენად დაბლა იწევს, რომ ხალხს საშუალება ეძლევა მისი ფეხით გადალახვისა. ეს ყველაფერი რეალობაში პირადად გამოვცადე და მახსოვს წყალი იმდენად იყო დაწეული, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს უპრობლემოდ შეეძლო მისი გადალახვა. ხოლო ნაშუა დღეს, როდესაც მომლოცველები უკვე ტოვებდნენ თავკვეთულას, თითოეული ნაბიჯისას ფართო კალაპოტში მომავალი მტკვრის სიმაღლე თანდათანობით მატულობდა. პაპა ბაგრატი, ადამიანი, რომელმაც ეს საუკუნეების წინ გამოკვეთილი ტაძარი პირველმა აღმოაჩინა, გახლდათ ისეთი პიროვნება, რომელიც ყოველ მიზეზს გარეშე უნდა იცოდეს დღევანდელმა ქართველობამ. და ამ კუთხით ჩემს მხრივ დაკარგული დიდებული მესხეთის ერთ-ერთ სერიაში აუცილებლად მასზე ვცლად ვისაუბრებ. მაგრამ მანამდე, ვინც არ იცით, თქვენთვის წარმოდგენის შესაქმნელად თუ როგორ პიროვნებაზე მაქვს საუბარი, მცირე შესავლის სახით გეტყვით, რომ ბაგრატ დევნოსაძე გახლდათ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას მთელი თავისი ცხოვრება მესხეთისათვის ზრუნვაში გაატარა. მის ხელით გაკეთებულ საქმეებს განეკუთვნება ამავე მიწაზე, ტრიალ მინდორზე 400-მდე ძირი ვაზის გახარება, სოფელ-სოფელ სიარული და კვლევა ძიება ძველად გაშენებული ხეხილი ჯიშებისა. საბჭოთა პერიოდში, მაშინ როდესაც რკინისფარდა იყო ჩამოფარებული არამოკავშირე ქვეყნების საზღვრებთან, თურქეთში ბაგრატის გადაპარვა, დაკარგული მესხეთის ტერიტორიიდან იშვიათი სანერგე მასალის წამოსაღებად. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ქართველს სხვაგან ცხოვრების და სიკვდილის უფლება არ აქვსო და ამისთვის მთელი ცხოვრება კერასგან მოშორებულ ქართველებს დაეძებდა. ამავე მხარის ნიადაგიდან აღმოცენებული ვაზისათვის მეურვეობის გამწევი და სახელის შემქმნელი, რომელიც დღეს ჩვენთვის თამარის ვაზით არის ცნობილი. და ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ბერლინის აღებისას დანგრეულ შენობაში მყოფ ობოლ გერმანელ ბავშვებს ჯარისკაცის სულუფას უყოფდა. პაპა ბაგრატმა 100 წელი იცოცხლა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მესხეთთან მიმართებაში გამუდმებით იძახდა შემდეგს: ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ამ მიწას. მის მადლს რომ იგრძნობს, მერეკეტი რომ ურტყა არსად წავა. აქ ჰაერს, წყალს და საჭმელს ღმერთი არიგებს. ტოვებ თავკვეთულას, დასვლას ვაგრძელებ სოფელ თმოგვისკენ, უფრო სწორედ მარნისტანისკენ. ამ დასახელების სახელწოდება მარნისტანი ოსმალეთის იმპერიის შემოსვლამდე პერიოდს განეკუთვნება. ხოლო თურქთა მიერ მესხეთის დაპყრობის შემდეგ სოფელში მესხთა ხელით მოშენებულ კერებს თურქმანული ურდოს წარმომადგენელნი დაეპატრონენ და ეს უკანასკნელნი მარნისტანის ნაცვლად ამალაგს მარგასტანს უძახდნენ. დღეს ეს ადგილი კვლავ ქრისტიანი მესხებით დასახლებული სოფელია, რომელიც მის მოპირდაპირედ მტკვრის გაღმა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე მდგომი, ერთ დროს აუღებელი ციხე ქალაქის თმოგვის სახელს ატარებს. სოფლის თავზე, იქ სადაც მხოლოდღა ბაღებია შემონახული, მელოდება კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა კომპლექსი, რომელსაც თავკვეთულას მსგავსად დარბაზული ტაძარიც გააჩნია. ერთადერთი რაც ამ კომპლექსისა და მის შემოგარენის შესახებ წარსული ამბებიდან ჩვენამდე მოვიდა, გახლავთ აქ დამყრობლისათვის დამახასიათებელი ჟინით, შემოჭრილ თათართა მიერ შერქმეული სახელი, რაც ჟღერს როგორც დონღუზარა, რომლის უფრო სწორი ფორმაა დონღუზდარა. ეს სახელწოდება თურქული ენიდან მომდინარეობს და ქართულში ითარგმნება როგორც ღორის ხევი ან ღორის ღელე. ერთადერთს, რასაც ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით ვიტყვი, არის ის, რომ ნათლად ჩანს მე-16 საუკუნისათვის შემოსულ და შემდგომში აქ დასახლებულ მაჰმადიან თურქმანთა დამოკიდებულება ქრისტიან ქართველებთან მიმართებაში, რომელნიც მათთვის ისეთივე მისაღები იყო, როგორც მათი მაჰმადიანური მწამსისათვის ღორი. გადავიდეთ უშუალოდ იმ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც კლასიკურად ფეოდალურ ეპოქაში, როგორც სასულიერო ცხოვრებისათვის იქნებოდა განკუთვნილი, ასევე თავდაცვითი და სახიზარ ფუნქციასაც შეითავსებდა. მასზე საუბრისას აუცილებლად ვახსენებ მესხეთის მკვიდრ 1934 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ვარძიაში მყოფ, მის მიერვე დაარსებულ მუზეუმში მომუშავე ნიკოლოზ ნათენაძეს. იგი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც მოინახულა და აღწერა ეს ასწლეულების წინათ ნაკვეთი კომპლექსი.
ნიკოლოზ ნათენაძემ 1952 წელს შეადგინა ისტორიული ძეგლის პასპორტი, რომელიც წარუდგინა და დაამტკიცებინა მაშინდელ საბჭოთა კავშირის კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულების საქმეთა კომიტეტს. დოკუმენტში, რომელიც 1952 წლის 12 დეკემბერს არის შედგენილი, კითხულობთ ნათენაძისეულ აღწერას, რომელიც შემდგომში მდგომარეობს. ღორთა ხევის გამოქვაბულთა კომპლექსი, რომელიც მდებარეობს წუნდის ნაქალაქარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით 2 კილომეტრზე, შედგება 11 გამოქვაბულისაგან, რომელსაც სახიზარის დანიშნულება ჰქონია. აქვე გამოქვაბულების წინ მოზღუდულია კირის ხსნარზე ნაგები სქელი კედლით და ხმის გალავანს. ერთ-ერთ გამოქვაბულში ამოკვეთილია საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია. ეკლესია ერთნავიანია, საკურთხეველი აწეულია იატაკიდან 35 სანტიმეტრით. ტრაპეზი დგას საკურთხევლის შუაში და დაცილებულია აღმოსავლეთ კედლიდან 2.05 მეტრით. ეკლესიას 2 კარი აქვს სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. გარდა ზემოთ თქმულისა, თუ დავაკვირდებით ამ 11 ქვაბისაგან შემდგარ კომპლექსს, აუცილებლად შევამჩნევთ ზედა, ანუ მეორე სართულის სივრცეს, რომლის დასტურად მაღლიდან მოსჩანს კლდეში ნაკვეთი სარკმელი. თუ ამ უკანასკნელს შევადარებთ თავკვეთულას, შეიძლება იმის ფიქრიც, რომ თმოგვის თავზე არსებულ ქვაბულების მეორე სართულის სივრცეში არ არის გამორიცხული კიდევ იყოს დამატებითი სამლოცველოც. თავკვეთულას იოანე ნათლისმცემლის ტაძრის შემთხვევაშიც ანალოგიური ფორმის სარკმელია გაჭრილი დასავლეთ კედელში. ქვაბებისაგან შემდგარი კომპლექსის მთავარ სამლოცველოს ადგილობრივი მესხები მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიად მოიხსენიებენ. ასევე დაკარგული დიდებული მესხეთის სერიების აქტიურ მაყურებელთაგან ბევრს ქსმენიათ თმოგში მცხოვრებ ჩემს ახლო მესხ მეგობარ ცოტნე ზაზაძეზე. სწორედ რომ ცოტნეს დახმარებით გამოვკითხეთ მისი პაპა ზაალ ზაზაძე, რომელიც ერთ-ერთი იმ მესხ უხუცესთაგანია, ვინც თავის მიწის შესახებ საკმაოდ ბევრ აწ უკვე მივიწყებულ ინფორმაციას ფლობს. მან მოგვითხრა გასულ საუკუნის ამბავი, როდესაც ის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, ახსოვს ამალაგზე იმ დროისათვის ერთ ბერიკაც უთქვამს მისთვის. გადმოცემული კიდევ უფრო წინა თაობათაგან, რომ მაშინ სანამ აქ თათრები დასახლდებოდნენ, დაქაურობას დონღუს დარას, ანუ ღორის ღელეს შეარქმევდნენ ადგილობრივი ქართველები, რომელთა ნასახლართა ქვები გარშემოა მიმოფანტული, ამ ალაგს ოქროს ყანას ეძახდნენ. რამე თუ რასაც ისინი ამ დალოცულ მიწაში თესდნენ, ერთი-ორად იღებდნენ მოსავლის სახით. დღევანდელი სერიაც კლდეში ნაკვეთ ქვაბულების შესახებ, რომელიც განკუთვნილი იყო ქრისტიანული სამონასტრო ცხოვრებისათვის დასასრულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გემშვიდობებით მომდევნო ახალ სიუჟეტამდე, ხოლო ტრადიციულად გიტოვებთ თხოვნასა და მოწოდებას, ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები და დღემდე არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და უყურეთ კიდევ ძალიან ბევრ არაერთ სერიას დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დროებით